არ გეგონოთ, რომ გამძვინვარებული პატარძლები საქმროს მისდევენ. ეს მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ამხედრებული ლამაზმანები თურქეთში ორკვირიანი დასვენების და რამოდენიმე საინტერესო პრიზის მოსაპოვებლად იბრძვიან. შეჯიბრი, რომელიც მსოფლიოს 15 სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, ამჯერად რიყის პარკში იმართება. თუმცა მსოფლიოსგან განსხვავებით ჩვენთან მონაწილე გოგონების უმეტესობა მოდელია. მიზეზი არის იდეის განხორციელება, რა ჯერმე ნებისმიერ ადამიანს დაებადოს და განახორციელოს და საზოგადოება მე აღაფრთოვანოს ამა თუ იმ ღონისძიება. იდეის განხორციელება, რაშიც დავეხმარე მე ჩემს მეგობარს ბატონ შოთა კელდიშვილს, რეკორდსმენს და რაშიც დამეხმარა მე შემდგომში უკვე მოდელების მოძიებაში ბატონი კახი ხაბეიშვილი. მოდელები გარდა იმისა, რომ არიან პოდიუმზე საინტერესო და მოდელი არის თვითონ ხე, ესე ვთქვათ და აი ვამსხვრევთ ამ სტერეოტიპს და უცებ გადავდივართ რაღაც სირბილის მასე და აი უფრო საინტერესო ის არის, რომ დღეს ესენი გარდა ამისა კიდე აღნიშნავ, რომ რეპეტიციებს გადიოდნენ ერთი კვირის განმავლობაში, სპეციალური ქუსლები იყიდეს ამით. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით 20-მდე მონაწილე დარბის. ორ ჯგუფს შორის ჟიური დროის საუკეთესო მაჩვენებლებით სამ მონაწილეს აარჩევს და ფინალს მათ შორის გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ 50 მეტრიანი დისტანციის გარბენა დიდ სირთულეებთან და სარისკო ტრავმებთანაა დაკავშირებული, აშკარაა, რომ გოგონებს ანტალია ამად უღირთ. ერთი კვირით ადრე ვიყავით მოსული ყველა გოგო შეკრებილი და ქუსლებით დავრბოდით როგოცა და როგორ ვირბენძით. საფრთხესთან არის დაკავშირებული ვაცნობიერებამაც ისევე როგორც დანარჩენი 25 გოგო, მაგრამ ჩემს ექსტრემალური რაღაცეები ძალიან მიმზიდველია. ახალი გამოწვევა აქვს ქუსლზე სირბილი საქართველოს ზოგადად არ ყოფილა არასდროს და რატომღაც დამაინტერესა ისეთი განსხვავებული კონკურსია. დისტანცია საკმაოდ პატარა არის, მაგრამ საინტერესოა ქუსლით როგორ გაირბენა ყველაფერს. თან 7 სანტიმეტრი არც ისე დიდია, მაგრამ არც ისე პატარაა. შესაბამისად საფრთხე არის საკმაოდ დიდი. ცადეთ რომ გაგვერბინა და მაინც მსატყოფნაში რომ ვიყოთ კონკურსის დროს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გინესის რეკორდსმენმა შოთა კელდიშვილმა მსოფლიოში ცნობილი პროექტის საქართველოში ჩამოტანა გადაწყვიტა. ამ უკანასკნელში სამოდელო სააგენტო Best Models-იც ჩაერთო და საბოლოოდ რიყეზე ეს უცნაური სტარტით შედგა. პირველად ჩატარდა ამსტერდამში, ჰოლანდიაში 2006 წელს. იქ იყო ცოტა სხვა თემა, იმიტომ რომ იქ იყო 100 გოგო მონაწილე, ყველა ერთად დაბოდა და იყო ზედახოვა და ძალიან ბევრი დაშავდა. მაგრამ პრიზი იყო საერთოდ 10000 ევრო და ალბათ უღირდათ. და ჩვენ ცოტა შევცვალეთ, იმიტომ რომ ბელორუსიაში ჩატარდა დაახლოებით ანალოგური შეჯიბრი 1000 გოგო მიიღო მონაწილეობა 60 მეტრაზე და სიმაღლე იყო 7 სანტიმეტრი. თორე საზოგადოებრივ ევროპაში ტარდება უფრო მაღალ ქუსლზე და აქ ჩვენ გავაკეთეთ 7 სანტიმეტრი, 1.5 იქნება დიამეტრი და 5 გოგონა ირბენს. შეჯიბრზე ერთადერთი მოთხოვნაა კონკურსანტების ქუსლიანი ფეხსაცმლის სიმაღლე 7 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. თქვენი ქუსლებზე სიარულის გამოცდილება, ფეხის სიგრძე თუ წონა აქ მეორე ხარისხოვანია. ალბათ ამიტომაცაა, რომ მოდელებზე უკეთესი რიგითი მონაწილე გამოდგა, რომელიც ზოგადად ქუსლიან ფეხსაცმელს იშვიათად იცვამს და ტურნირზე საერთოდ მეგობრის დედისგან ნათხოვარიც კაპუნებით მოვიდა. თურქეთში ორკვირიანი საგზური 17 წლის ანიმ გელიაშვილმა მოიპოვა. მოდელებმა კი მეორე მესამე საპრიზო ადგილები გადაინაწილეს. ესე იგი ვისი ქუსლები გეცვა? ჩემი და ქალის დედის. წელიწადში ერთხელ მათშია მართლა ვიყავ ისიც ვყირავდები ხოლმე, იმიტომ რომ საერთოდ ვერ დავდივარ და დღეს რატომღაც სირბილმა გამართა, როგორც ჩანს უფრო უკეთესად დავდივარ, ვიდრე დავდივარ. ცოტა რთული იყო, მთავარია ფეხსაცმელი, ძალიან ისეთი რთული სარბენი არ იყოს, მაგრამ ფეხსაცმელს გააჩნია. სხვათა შორის თავდაპირველად კონკურსის მონაწილეთა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, თუმცა გაირკვა, რომ ქართველი შეყვარებულები და ძმები არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სირბილს თვლიან ქართველი მანდილოსნის შესაფერის საქმეთ, ასე რომ მთავარ პრიზზე პრეტენდენტთა რაოდენობა შემცირდა და გამარჯვებაც წილად მონდომებულ 17 წლის ანიმ გელიაშვილს ერგო, რომელიც ორ კვირას ანტალიაში დედიკოსთან ერთად გაატარებს. ესეც თქვენი უღირსი საქმე, ძმებო.